ერთიანი ნაციონალური მოძრაობა დარღვევებზე რეაგირების ჯგუფს ქმნის. მიხეილ მაჭავარიანის განცხადებით, მმართველმა პარტიამ არჩევნების დღეს 7 გარემოს უზრუნველსაყოფად ზომები მიიღო. დარღვევებზე რეაგირების ჯგუფის მიზანია შესაძლო დარღვევებზე გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და დადასტურების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება. მაჭავარიანის თქმით, ბოლო დღეებში ქართული ოცნების მხარდამჭერების მხრიდან გახშირებულია ძალადობის ფაქტები და პროვოკაციები. პარტიის მდივანი მხარდამჭერებს მოუწოდებს არ აყვნენ პროვოკაციებს და კანონდარღვევების შემთხვევაში შესაბამის მექანიზმებს მიმართონ. მაჭავარიანმა ასევე აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიის ფარგლებში პარტია საარჩევნო უბნებზე საკუთარი მხარდამჭერების ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს. შეიქმნა ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დარღვევებზე რეაგირების ჯგუფი, რომლის ამოცანაა დარღვევების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის გადამოწმება და დაზუსტების შემთხვევაში მყისიერი რეაგირება. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველთა მოწვევის კამპანიაში ჩართული პირებისთვის შემუშავდა ქცევების წესი, რაზედაც რამოდენიმე საათის წინ ქალბატონმა ჩიორმა თაქთაქიშვილმა მედიის წარმომადგენლებს ძალიან დაწვრილებით უამბო, ვინაიდან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს საკითხიც არის ჩვენი მხრიდან გამჭვირვალე, ისევე როგორც ჩვენი კამპანია, განსხვავებით ჩვენი ოპონენტების კამპანიისგან.